მოგესალმებით, ესე იგი, ძალიან ხშირი შემთხვევა ხომ როცა თქვა ადამიანი ან ცუდად დაეცა, ან ხშირი შემთხვევაში ძირში ხელი ცუდად უდევთ ხოლმე და გარკვეულ პერიოდს მერე ეწყებათ, აი ყრუტკივილი, ან უსიამო ტკივილშიც გადადის, თქვა მუდმივ ტკივილში და რაღაცა შემაღონებელი შეგრძნება ხოლმე. იმიტომ რომ აქ მოხდა რა, რომ მოხდა სახსრის ცოტათი დაძვრა, არც ამოვარდნა არის, დაიძრა შედარებით და ამან გამოიწვია სასახსრე ჩანთის გადაწელა ამ იმას, რაც უჭირავს სასახსრე თავი ძვლის. და ეს რომ მარტივად მოიხსნა, შეგვიძლია სახლის პირობებში ესეთი რაღაც ვაკეთოთ. პირველ შემთხვევაში თქვათ, აი ვაკვირდებით საით გვიჭირს, აი თქვათ მიჭირს წინ. გარდა ტკივილს იწვევს, ხო? ვაკეთებ ნელ გაწევას ჯერ, ნელა და ვაკეთებ სუნთქვებს. თქვათ მიჭირს ვერ გადის, ხო, ტკივილია. სუნთქვებს ვაკეთებ, ჩავისუნთქე. 5-6 წამი გავაჩერე. ამ დროს რა ხდება, რომ ჩასუნთქვის ძალა და 5-6 წამი გაჩერება შიგნიდან აწვება და ერთგვარ კუნთის ჩასწორებაში მეხმარება ჩასუნთქვის ძალა და შიგნიდან აწვება სუნთქვა. თუ თქვათ ზევით ამაქვს, თუ ზევით მიჭირს, ვაკეთებ ზევით ჩასწორებას. თუ წინ მიჭირს, აი აწევა ესე მიჭირს, შემიძლია ესეთი მოძრაობა მაგიდაზე დავდო ხელი წინ, აი ესეთ მდგომარეობაში და დავაწვე ხელს ნენელა. ესე რომ გავწევ. უკან შემთხვევაში უკან წელავ, აი ეს ამის პოზიციით, ხელის აი მდგომარეობით და უკან წელავ. აქაც სუნთქვები იგივეა ყველა შემთხვევაში. ჩავისუნთქვე, ხელს ვაფიქსირებ, 5-6 წამი ვაჩერებ, ამას ვთქვი. კიდე ის გაკეთება შეიძლება უყურეთ, იდაყვით აფიქსირებთ მაგიდაზე. დავაფიქსირე მაგიდაზე და ვეძებ, სად უჭირს ხელს, სად გრძნობ მე ერთგვარ ტკივილს, ერთგვარ შეზღუდვას. თქვათ აი ეგ დავიჭირე, თქვათ ხო? და აი როგორი კუთხითაც დავიჭირე ტკივილი, აი ხლა ამ შემთხვევაში დიაგონალურია. ანუ აი ესეთი მიმართულებით, აი ესე ვაწვევი მე მაგიდას. ზეწოლის ძალა უნდა იყოს იმდენი, რომ ვიგრძნო სახსარში პატარა დატვირთო. ძალიან ძლიერად არ დააწვეთ, რომ მთელი სახსარი დაეტვირთოთ და ტკივილი იგრძნოთ. ყრუტ პატარა ზეწლა, ყრუტ პატარა დატვირთვა ვიგრძნო. დავაწექი 1 2 3 4 5 მოვუშვი. დავაწექი 1 2 3 4 5 მოვუშვი. თქვათ გადავედი სხვა წერტილსებზე, სად უჭირს, თქვათ აქ უჭირს, თქვათ სიტყვაზე ვამბობ, ხო? ესე ვაწვევი, ახლა დავაწექი, თავარი იგრძნო, რომ საწინააღმდეგო ძალა მუშაობს. მოვუშვი, დავაწექი, მოვუშვი. და ესეთი კუთხეების ძებნი და ესეთი ჩასწორებით მიიღებთ იმას, რომ სახსარი იპოვის თავის ადგილს და ჩაჯდება. და ეს ტკივილი შეგრძნება ეს ყრუ, რომელიც გაწუხებთ, შეიძლება საკმარისი იყოს ეს ვარჯიში, რომ მოიხსნათ. მადლობა ყურადღებისთვის.